საღამოშიდობისა დღის მთავარი თემით ეთერში მუშაობას თქვენთვის იწყებს დღის კომენტარი. დღეს მედიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს გარკვეული მედია სტანდარტი, გარკვეული რჩევები მედიის წარმომადგენლების თუ რა რჩევებზე არის საუბარი, ამას გადაცემის მეორე ნაწილში შევიტყობთ. ახლა კი საარჩევნო კამპანია პრეზიდენტობის კანდიდატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 6 დეკემბრამდე 50,000 მომხრის ხელმოწერა უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ კანდიდატს მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ავთანდილ მარგიანი და ქართლოს ღარიბაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები. დიდი მადლობა ბატონებო, მოგბრძანეთ ჩვენთან სტუდიაში, ბატონ ქართლოს, ბატონ ავთანდილ. მაგრამ დიდ თქვენთან საუბარს დავიწყებ და ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ შეგიძლიათ ტრადიციულად ჩაერთოთ დიალოგში და გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22 33 და 22 34. 50,000 ხელმოწერა ვახსენეთ, ბატონ ავთანდილ, თუ შეიძლება ბატონ ქართლოსისგან დავიწყებ. ხომ არ გაგიჭირდებათ ამ რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება? ესეთ რამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება არ აქვს. მაგ ხელმოწერების შეგროვების კარგი გამოცდილება მაქვს და იმ არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობდი, ყოველთვის ვაგროვებდი. 2000 წლის არჩევნებში შევარდნაძეს მქონდა 350,000 ხელმოწერა, მე მქონდა 100,000. ისე რა თქვა, ჩემთვის გამოსაყრია და მე გამოცდილება მაქვს მაგ სფეროში. აი ბატონმა მონაწილეობს და არა, მე ახლა 50,000 დაწყებული გაქვთ ხო ამაზე მუშაობა? როგორ არ მაქვს დაწყებული 50,000 მარტო ბიძაშვილი და ნაცისავი მყავს. 1470 კომლი მარტო მარგიანები. როსელიანები, დედულები და მაგრამ ყველა საარჩევნო ხმაგი პატარა ბავშვებიც იქნებიან. არა, ბავშვები ახლა მაგი არ გვიჭირს ახლა ბატონ ქართლოზი ქვემო ქართლიდან არის მარტო ქვემო ქართლში რო დავიაროთ სოფლები. კი, რა თქმა უნდა. 2-3 დღეში. ეგ არ გვიჭირს. თავარია ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ხალხს გამოადგეთ ისე როგორც ჩვენ გვესმის და მე ვნახოთ ეს ყველა. საარჩევნო შანსებთან დაკავშირებით როგორ უყურებთ? თქვენ თქვით რომ აი ამის გამოცდილება არ გაქვთ. ამ ეტაპზე როგორ ჩანს? მე ვფიქრობ, ეს კითხვა არასწორად არის, თუმცა ხშირად დგება ხოლმე. ყველას მიმართ არის ეს კითხვა, მოდით ესე ვთქვათ. ისეთ რა შეასაქმე. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები. თქვათ, ჩვენი პროგრამა, რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ. და შესაბამისად მე ამომრჩევლებმა გადაწყვიტოთ. შანსებზე რომ ვილაპარაკოთ, თქვა ერთ-ერთი ძირეული საკითხია სასამართლო საკითხია რა. ჩვენთან დღეს სასამართლო აღარ არსებობს. შევარდნაძის დროს კი ქთამს იღებდნენ, იყო სასამართლო იყო მაშინ. ახლა შანსებზე ველაპარაკებით თქვენ. აი თქვა თუ რა ვიღოთ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, სასამართლოში როგორი რეფორმა ჩატარდეს, როგორი მოსამართლეები გჭირდება. რა უნდა გაკეთდეს, ვის უნდა კითხოს? ადვოკატს ხო უფრო მეტი შანსი აქვს. აუცილებლად კითხავთ, მოდით თემატურ პროგრამებზე. აი თვითონ შანსზე ისეთ რა შეასაქმე. 1 ნოემბერს ბატონ მიხეილ სააკაშვილის დიდი შანსები ჰქონდა. მაგრამ 2 ნოემბერს უკვე შანსები აღარ ჰქონდა. და ახლა რამდენადაც ვიცით, თავისი ადგილი გაგვითავისუფლა და გვეძახის, მოდით რომელიმე დაიკავეთ. მე მგონი წასვლა უნდა. მაგრამ ბევრს უნდა ასევე მოსვლა. არა, ცოტა ბევრი გითხრა, 22 კანდიდატი, ვინც სურვილი გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის, მე მგონი ცუდი არ არის ეს. პირიქით, ცუდი იცით რა გაგებით არის. 22 ცოტა. ანუ კიდევ უფრო მეტ უნდა იღებდეს. როდესაც ამერიკაში მიდის ეს ჩვენთან ხო პრაიმერი არ არის წინასაარჩევნო. იქ იცით რამდენს აქვს სურვილი. ხოლო მე გაპილტურა მიდის იმის თორე 22 კანდიდატს კი არა ამერიკაში 200-300 ადამიანი ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი ბიზნესმენი აფიქსირებენ თავიანთ სურვილს და მე ხდება გაფილტრა შესაბამისად იმაში და პარტია ირჩევს ერთ კანდიდატს. ბატონ ავთანდილ, თქვენ გულახდილად რომ ვიმსჯელოთ, ვის დაუჭერდეთ ისე მხარს, რომ არ იღებდეთ თქვენ თვითონ არჩევნებში მონაწილეობას? აბთო, სხვაზე არა თქო მიაქავდა. ახლა ქართლოზი არ გადამკიდო, ძველი მეგობარია და როგორ არის იცი? არა, არის თუ არა კარგით ვინმე ვისაც ხარს დაუჭერდით რომ ბატონ ქართლოზი არ აი პირდაპირ რო გითხრათ, ჯერ მართლა რო ესეთი არჩევანის გაკეთების სურვილი გამიჩნდეს და მქონდეს მდგომარეობა, ჯერ ჩამოყალიბებული ამაში არა ვარ. მე გეტყვით რომ შენ ახლა ახალგაზრდა კაცი ხარ, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ შენგან, მე ვიცი ახლა შენ რა ოჯახის შვილიც ხარ, მაგრამ აქ ახლა ეს საქართველოს ოცელაპარაკები, აქ არის უკვე საერთო ინტერესების სახალხო. ორჯერ ჩატარდა საქართველოში სამართლიანი არჩევნები. 90 წელს როცა ზვიად გამსახურდია და ეროვნულ მოძრაობა ავირჩიეთ, ნამდვილად ავირჩიეთ. სხვათა შორის მე ცენტრალურ კომიტეტის პირმდივნობიდან გადამდგარმა კაცმა ზვიად გამსახურდიას მივეცი ხმა.
იმიტომ რომ ნუ ეს ისე იყო მაშინ და ესე გვესმოდა და ხელახლა რომ დატრიალდეს ისე ვის გავაკეთებ. მაგრამ მე ისე გაფუჭდა ცხოვრება. ისეთ დღეში აღმოჩნდა საქართველოს რომ უკვე ფაქტიურად 92 წელს ხმა მივეცი შევარდნაძეს. მეორე არჩევნები რომელი იყო? 92 წლის. ისიც სამართლიანი. ძალიან სამართლიანად ჩატარდა. აი, კაცურად გეუბნები. მე რაც ვიცი სამართლიანი. გამარჯვებული ბლოკის ლიდერი ვიყავი მე. აგერე ბატონი ქართლოსი. აი, სახელმწიფო ზურყეობის და ხალხის ბედნიერების თავარი მაინც საფუძველი არის სამართლიანი. თუ სამართლიანობა არ იქნება, ახლა მე კი არ მოგახევთ თავს რამეს ახლა თქვენ ჩემზე ნაკლები ნაკითხი და ის არ ხართ არ ხედავთ, მაგრამ ბოლო წლებში მიმდინარეობს საქართველოს ნაციონალური და სოციალური დამონების ფარული პროცესები და ზეით ამოვიდა უკვე. რის შედეგადაც მივიღეთ ერთი მუჭა მძარცველთა გაბატონებული და მილიონობით გაძარცულთა დამონებული კლასები. არაოფიციალურად. არავითარი დემოკრატია საქართველოში დღეს არ არის გამეფებული მაგარი უსამართლო. ასეთი უსამართლო ქვეყანას ვერსად ვერ ნახავ ისტორიაშიც. ესე იგი უსამართლობა, ტერორი, ნარკობიზნესი, ჰომოსექსუალიზმი და ნუ ახლა დანარჩენს კი ხედავთ ყველაფერს. ეს უბედურებაში ვარ ჩვენ მე პირადად კი აფია მიჭირს. ჩემი ოჯახი. ანუ ამ გაჭირვებამ ასე ვთქვათ ამ პრობლემებმა გათქმევინათ ის რომ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი მე ესე იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებდი ჩვენ ვემზადებოდით საპარლამენტო არჩევნებისთვის მაგრამ ასეთი რამე არ მინახე ერთი შენ სვანეთიდან ხარ მე როგორც ვიცი გამომატანეს რაღაცა მე პატარა იმას გადმოგცემ ერთი სვანი შეხვდა მეორეს და ძალიან ისეთი დასუსტებული მოეჩვენა და რა მოგივიდაო და კუჭის ოპერაცია გავიკეთეო რა სწავლობდი მე ბრმანაწლები გაგიკეთებიო ჩვენ ხალხის თხოვს საპარლამენტო არჩევნებს და უცბად შემოაგდებ საპრეზიდენტო თუმცა პლებისციტიც როგორ ხდება გადავწყვეტ არავითარი პლებისციტი არ ჭირდება სამართლიანი ადამიანი კაცური კაცი განათლებული ცოდნე და გამოცდილი და აჯანდაბა მოგვივიდა ახლა მართლა იქამდე უნდა მივიდე ჩვენ რატომ ღებულობთ მონაწილეობას ჩვენ ბატონო დავით გთხოვთ აი მე და ქართლოსი აი ეს კანდიდატები ვინც ვარ საპრეზიდენტო შევკრიბეთ თუ გინდა ნუ იქნება სატელევიზიო ღია ეთერში გადაცემა ერთი გამოვკითხოთ ერთმანეთს ვის რა ცოდნა გვაქვს რა გამოცდილება გვაქვს რა გუნდი გვყავს რითი ვაპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას აბა ესე როგორ შეიძლება ახლა ამდენი ხანი ვიტყვილოთ იმიტომ რომ აი ხალხისა და ბავშვის მოტყვილება ადვილია ორვეს დაპირებებით აჯერა ისე ყოველთვის პოლიტიკოსებს დაპირებები შემოაქვთ ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ ზოგს ვიჯერებთ, ზოგს არ ვიჯერებთ. ხო, მაგრამ გასაგებია. აი ამ თემებს რო გავყვეთ, ნუ ვინ არის მთავარი კონკურენტი, მე მგონი ხვდები. კონკურენტი როგორ არის მთავარი? ვინ არის? ნუ ახლა კონკურენტი როგორ ახლა თუ გეტყვით, მთავარი კონკურენტი არის არჩევნების გაყალბება. ვინც ყველაზე გააყალბებს და ყველაზე მეტ ფულს ვინც გადაიხდის. ვინ არის ამის საკუთარ პოტენციური ეჭვმიტანი არ ვიკადრებთ. მაგრამ ხელისუფლება ისე რომ არ დათმობს რომ ახლა ეს ხარ მოიჭრეს კაცო ამ ხელა ის ჩაიგდო ხელში. ვარდების რევოლუციის დროს მე გამომყავდა 5000 კაცი და 400 სვანური ქუდი ვიყიდე და ბოლოს კორდონი ჩვენ გავარგვიეთ. იციან იმათ ახლა ვინც გვიყურებენ. ერთი დიაჩკო ვიყავს ჩვენ სპორტის ოსტატი არის ხელჩართული ბრძოლის საკითხებში კათედრის გამგე დიდი ნინო დუმბაძის ვაჟიშვილი და ის გავაგზავნეთ და როგორ შეიძლება კორდონის გარღვევა თქვა და რო შევცვიდით ეს 5000 კაცი ნუ აჭარიდან ჩამოყვანილი ხალხი ჩვენი ძმები იგივე და რო დაიშალა ყველაფერი ერთი ჩვენებური კაცი ვნახე მე უთხარი შენ თქვა ვის ხარეზე ხარ კაცო ბატონი ედვარდის სიებში ეწერა მოქალაქეთა კავშირში იქაც იდგა და ვის ხარეზე ხარ თქვა და ვინც გაიმარჯვებსო აბადო საქართველოს არის ესე იგი ბალანსი დავიცვათ ბატონავთან და ეხლა ბატონ ქართლოს გაეთვალისწინოთ რომ ბატონ ბავთადილმა როგორც ბრძანა ორი სვანი ერთ ქართლელზე ხართ მოდის მე ვეცდები რომ ნეიტრალური იყო ბოლომდე იმიტომ რომ აი ჩემი პროდიუსერიც ასე თქვა გაგეთქვით თქვენ ამბობთ რომ აი ვინ გააყალბებს ამას ჯერ თვითონ არჩევნების პროცედურაა ისეთი რომ ობიექტური ვერ იქნება შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ერთჩვენიერ დღეს, თუ ერთჩვენიერ კვირას გახდა ცნობილი, რომ ჩვენ ვატარებთ რიგარეში საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტი არც მომკვდარა, პრეზიდენტი არც გაქცეულა, არც არაფერი და პრეზიდენტი უცბად გადადგა. მაშინ როცა ამ გადადგომას არავინ არ სთხოვდა. ეს ცოტა გავგება რამეა. მერე
ნუ შეუზღუდავთ ამის უფლებას. არა, კი ბატონო, ცოტა გაუგებარეთ ჩემთვის, თუ პრეზიდენტობა უნდა და რაღაც გადადგა რა. არა, მან თქვა რომ თქვა ახალი მანდატი მინდაო იმის ხო, გეთქვა, აი ზუსტად ამაშია ბატონ მიხეილზე მე არასოდეს ცუდი არ მეთქვი და არც ახლა არ ვიტყვი ცუდსა. მე ვფიქრობ, რომ ბატონმა მიხეილმა არ იცოდა რა თანამდებობაზე მუშაობდა. პრეზიდენტი ეს სკოლის დირექტორმა რო გააკეთოს ეგ რო აიცი რა მე ვადა შემიწყვიდა და მოდი მე კიდე ამირჩიოდო. იმას არ ეკადრება ამისი გაკეთება. ეს საქართველოს პრეზიდენტია, ქვეყნის პრეზიდენტია, ეს ჩვენი ყველას პრეზიდენტია. ჩვენ მომხრე ვიყავით თუ არ ვიყავით მომხრე. ახლა აიღოთ საკითხი, რა მოხდა 2004 წლის არჩევნებში. მე იქაც მონაწილეობდი. 2000 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდი. 95-ის მონაწილეობდი. მე ხო შემიძლია თქვენ გითხრათ და ამით უთხრა ჩვენ სამომრჩევლებს. რა გზით წავიდნენ 95 წელი შევარდნაძის გზა, 2000 წელი შევარდნაძის გზა, ღარიბაშვილს არა. 2004-ში სააკაშვილის იგივე შევარდნაძის ღარიბაშვილს ჩემ გზით რო წასულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში რა იქნებოდა შეიძლება ამაზე ვიკამათოდ, მე ვიცი რომ კარგი რამე იქნებოდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ხო არ იქნებოდა რაც აგვაქვს. ეხლა ავიღოთ 2004 წლის არჩევნები. მაშინ იყო ეგზალტირებული საზოგადოება. ეგა. ამ მოკლე ვადაში ვერ ჩატარდება. გაყალბება მარტო ის კი არ არის რომ ბიულეტენს, ხის ბიულეტენს ჩააგდება. ანუ დრო არა გაქვს. გაყალბება არის თვითონ გაყალბება ხდება, არასწორად ჩატარება ხდება, უშუალოდ საჭირო საარჩევნო კამპანიის დროს, კანდიდატების წამოყენების დროს, სატელევიზიო დროის დროზე მე სატელევიზიო დროსთან უნდა მინდა გითხრათ რომ ჩვენ მართლა დავიწყებთ საარჩევნო დებატებს. მე მაგალითად მაქსიმალურად ეხლა ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მე არა ვარ იმისი მხრივ. ბატონ ავთანდილთან ვთქვათ, ვზივართ ამ ეთერის გარეშე გარეთაც რომ დავჯერთ, ჩვენ მივთ ვილაპარაკებთ. რესტორანი იქნება თუ სადაც იქნება. ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს. ჩვენ ერთმანეთის პოზიციები დიდი ხანია ვიცით და არჩე. რომ დავუშვათ დავჯექი მე მიხეილ სააკაშვილთან, ან შალვა თელაშვილთან, ან გაჩეჩილაძესთან. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე ჩემი პოზიცია მაქვს, იმას თავისი პოზიცია. ეს ჩემ პოზიციაზე გადმოვა თუ რა? ის დარჩეს თავის პოზიციაზე, მე არავისთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ვინმეს უნდა თქვა ჩემი პოზიციის დაზუსტება, ახლა დებატების რომ არ მეშინია, კარგად იცით რა ადვოკატი ვარ. თქვენი პროფესია. კი, თანაც სამართლის დოქტორიცა ვარ. თანაც კონსტიტუციონალიცა ვარ. კონსტიტუციონალის ორი სადოქტორი. კი, და კიდევ გეტყვით ერთ მომენტს და მე არ გამომივიდეს რომ მე არ მინდა ბატონი ავთანდილი შევზღუდო, ისე კარგი ლაპარაკი იცის რომ მე დიდი სიამოვნებით usმენ ხოლმე მას. მაგალითად სხვა კანდიდატი შეიძლება ასეთ სიამოვნებით ვერ მოусმენს, ხებსაც ვიცნობ. ეცეთ რა მოზდის ჩვენ სახელმწიფოს. დიახ. არავის კიდევ ამ შეურაცხყოფას არ ვაყენებ და თუ გამომივიდა შეურაცხყოფა, ბოდიშ ვიხდი. მე ვარ კონსტიტუციონალისტი. ჩემი მეორე პროფესია არის ადვოკატურა. დღეს ჩვენ სახელმწიფოს, იცით რა მოზდის? სახელმწიფო არის მანქანა, ჩვეულებრივი მანქანა, რომელსაც აქვს საჭე. ამ საჭესთან ზის პრეზიდენტი. ამ მანქანას დარჩენი ყველაფერი ნაწილებიც უნდა ჰქონდეს, არა მანქანა, სრულყოფილი მანქანა. და ჩვენ მანქანას იცით რა აქვს ჩვენ სახელმწიფოს? მოხრუჭები. საით მიდის? გეტყვით, შევარდნაძე ასე კომუნიკაცია იყო, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მეტად გამოცდილი. იმას ალბათ უფრო ბჯენიც, და ამიტომ ნელა მოძრაობდა მომუხრუჭო მანქანით. და როდესაც საჭესთან მოხრუჭი ზოგადად არ აქვს. არა, მოხრუჭი არ ქონდა, კონსტიტუცია დაწერაში აი ბატონი ავთანდილის მონაწილეობდა და მეც მონაწილეობდი. რატო გაუსვი ხაზი იმას? კონსტიტუციონალისტი ვარ. კონსტიტუცია არ არის სრულყოფილი. აი მივიდნენ და ახლა დაჭდა ახალგაზრდა ენერგიული კაცი, ჩქარა გაიქცა და ჩქარა დაეჯახა რაღაცას. მიდიან იქამდე რომ პრეზიდენტის თანამდებობა ტყვის, არა, პირიქით, პრეზიდენტის თანამდებობა უნდა ძლიერი იყოს. ანუ ამ საკითხსაც გადავედით. ანუ თქვენ როცა საუბარი არის საპარლამენტო მონარქიაზე, საპარლამენტო რესპუბლიკის, საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, ემხრობთ. ხლეცეთ რა შეასრულა. მართალია 48-57 ქვეყანაშია მონარქია. მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციაში მონარქია ითვლება ანაქრონიზმად. ანაქრონიზმად ითვლება. თანამედროვე ცივილიზაცია მონარქიაზე უარი თქვა. უარი თქვა. მე რესპუბლიკელი ვარ. იმ გაგებით არა პარტიელი, არამედ რესპუბლიკის მომხრე ვარ. რესპუბლიკა ეს არის კაცობრიობის ცივილიზაციის მონოპოლარი და მონარქიების ეტაპი მაგაია. თქვენ რა გირჩევნიათ? ქვეშევრდომი იყოთ თუ მოქალაქე იყოთ? მოქალაქე. ხო, მაშინ მეფე არ გვინდა.
მოქალაქე შეიძლება იყოს დრო და რესპუბლიკა. აბარა. ბატონებო, ეხლა ჩვენ გვაქვს საშუალება ერთ-ერთ თქვენ კონკურენტს მოусმინოთ. დღეს ფილარმონიაში გაიმართა კონცერტი, რომელსაც ერქვა სხვა საქართველოს სადარი და იქ თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი გამოვიდა, თუმცა ვინ არის ეს კონკურენტი, ცოტა ხანში გაიგებთ. ჩვენი კორესპონდენტი ანა ვაშაკაშვილი გვერდება. საღამოშიდობისა ანა. საღამოშიდობისა დათო. კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და კონცერტმა სრული ანშლაგი ჩაიარა. კონცერტი ბუბა კიკაბიძის ინიციატივით ჩატარდა და ქართული ესტრადის თითქმის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა კონცერტში. დაესწრო მიხეილ სააკაშვილი კონცერტს, რომელიც გიგი უგულავასთან ერთად მოვიდა. კონცერტის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი სცენაზე ავიდა, სადაც გაიხსენა მისი კიევში გატარებული წლები და ის დრო, როცა ბუბა კიკაბიძის სიმღერებს ხშირად უსმენდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. ეს ბოროტი ხალხი გარშემო, ეს აგრესია, ეს გამწარება, ეს ჩაგვრა, ეს ტყუილები, ეს ცილისწამება, რაც იქ იყო, ყველაფერი ძალიან ფართოდ წარმოდგენილი. ეს ყველაფერი არის დროებით და ეს ყველაფერი გაქრება როგორც ცუდი სიზმარი. და ჩემი სამშობლო არის სხვაგან. ჩემი სამშობლო არის თბილი. ჩემი სამშობლო არის მშვენიერი. ჩემი სამშობლო არის განსაკუთრებული. ჩემი სამშობლო არის ის ერთადერთი რამ, რისთვისაც ღირს ცხოვრება. და მე მინდა ამდენი წლის შემდეგ და არავის არ მithხოვს ეს ბუბასთვის. მადლობა უთხრა ამ განცდისთვის, იმიტომ რომ ამის არც მოგონება შეიძლება, არც დავიწყება შეიძლება და არაფრით ამის გადაფარო მე აღარ ხდება. დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის. ვის რა აზრი არ უნდა კონდეს, ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები, ჩვენი დღე, ჩვენი მდინარე, ჩვენი დროშა და ის ვინც მოვა ალბათ სათავეში. ღმერთ მაქნას გაუმარჯოს იმ კაცს, ვინც მოვა. აი სრული ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა, დატოვა უკვე ფილარმონიის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა და უკვე აქ სმენელიც აღარ არის. კონცერტი 2 საათს გრძელდებოდა, რომელიც ქართულმა ხმებმა დასრულა. დიდი მადლობა რომ გვერდებოდი ანა, ჩვენ სტუდიაში ვბრუნდებით ისე. ბატონ ალთანდილ, ვიდრე საპარლამენტო მოწყობაზე ვისაუბრებდეთ, აი ძალიან კარგი იყო. კონკურენტი იყო. აი ასეთი რომ ვნახოთ მიშა ხოლმე, მაგრამ ის არ უნდა დავიწყდეს, რომ სამშობლო დედი ძუძუი არ გაიცვლების სხვაზე და სამშობლო როგორც დედაი ერთია ქვეყანაზე და იქ არის კიდე ერთი. კარგია ჩემი სამშობლო, კაია ჩემი ქვეყანა, ხალხი ენამზიანი, გმირი და არ ამკვეხარა, ქვეყნა არ უნდა იყოს. აი ბატონ მიშას დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის დღეს. ახლა ყველგან კი არ არის, ახლა მაგას საპრეზიდენტო ის არ გამოსდის თუ არა, ასეთი რამეები ძალიან კარგად გამოსდის. და შეიძლება ესეთი რა არ გამოსდის. ნუ საპრეზიდენტო გუნდი ვერ შექმნა, ახლა ძალიან ესეთი ნაჩქარევად მოვიდნენ. აი თქვენ გუნდი ახსენეთ, ბატონ ალთანდილ, ხშირად წარმოადგენს ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის, ასე ვთქვათ, აი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი. კონკრეტულად თქვენი გუნდი ვინ იქნებიან? აი ახლა მეგეთქვი, ჩემო დავით. აი ესეთი ორგანიზაციები წარმომადგენს მე არ ვემზადებოდი ამისთვის, ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური. აი როგორც ბატონი იმიტომ რესპუბლიკური არის ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი და დემოკრატიული ხალხებისთვის, ერებისთვის. ეს იქ აღარ არის ეს ერთი კაცის ბატონო. აი ამაზე ლაპარაკი თუ განას ყველა მეზე ლაპარაკი. კი, შეიძლება ეს ერთი კაცი 50 წელი იყოს მშვენიერი, მაგრამ მე ხო უნდა მოვიდეს. რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრი. სხონებულ ვახტანგ გოგოაძე იყო და მე ვალერ კვარაცხელი ავარჩიე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად. საქართველოს რუსთა კავშირი, აი დიაჩკოვი. საქართველოს კაზაკთა კავშირი. ქართველთა კავშირი რუსეთში, დიდი 1.5 მილიონი ქართველი ეგ. საქართველოს მიანაბრეთა კავშირი, საქართველოს ინტელიგენციის კავშირი, საქართველოს დემოკრატიული კავშირი და საქართველოს მემარცხენე ძალები. ახლა ის ბატონთან ეხლა მაქსია დიდია ვატყობა. ერეკლეს გზა. ბატონმა სააკაშვილმა ორჯერ თქვა მაგი და ახლა მიხვდა რომ ერეკლეს გზა და ილიას გზა არის მთავარი. ახლა მე რას მოვითხოვ, რო იცოდეთ თქვენ. საპრეზიდენტო კანდიდატებმა ყველამ შევთანხმდეთ, მემორანდუმი გავაფორმოთ და სისხლის სამართლის კოდექსში შესწორება იქნა შეტანილი, შესწორება კი არა, დამატება აი ხალხისთვის დანაპირების შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოდის ეს პარტიები ზეციურ ეგ როგორ უნდა გაზომოს? ზეციურ სამოთხეს პირდებიან და მე გვიტოვებენ ამ უბედურებასა და ნუ ჯოჯოხეთს.
როგორ უნდა გაზომოდა ხალხის მოტყუებისათვის. კითხოთ მე როგორ შეიძლება არა, ქართლოს მაიცის მიცემული პირობა ვადებში და ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. ამიტომ რატო გეუბნებით? მე მაქვს ასეთი პროგრამა. დიახ. 6 თვიდან 1 წლამდე. 7 პუნქტი მაქვს ჩამოთვლილი. ბატონ ქართლოს მაიცის, ახლა რომ მე ხალხს თულს არ ვეთქვი. და არც და ეს როცა შენ ამას დადებ ფიც პატრიარქის თვალწინ, კიდე იმას დიდი ძალა ექნება. აი როგორც სვანეთში იციან. პირველ წელს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. არ არის ეს რთული საქმე, არ არის, მაგრამ რთული არის რეგვენისთვის. მეორე სახელმწიფო იცის ბატონ ქართლასმა და წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენა. აღდგენა ასაჭირო. დამყარება კი იყო ეს სამართლიანობა ნაწილობრივ და სულ გაქრა ყველაფერი. დღეს გამორიცხულია საქართველოში სიმართლე იპოვო სასამართლოებში ყოველ შემთხვევაში. ანუ სასამართლოს გამორიცხულია ერთი ძალიან ძვირფასი მოსამართლე თითქოს მეგონა, რაღაცა, იყო რაღაც კონსულტაციები და მისმა მეგობარმა მითხრა გამორიცხულია, რასაც მიიღებსო, პროკურორი ესაც დაავალებს, ის იქნება ყველაფერი. აი ესეთ უბედურმა. ახლა ბოდიში. არა, დრო ეს არის. მინიმალური ხელფასებისა და პენსიების გათანაბრება საშუალო მინიმალური საარსებო. რამდენი მიგაჩნიათ? 150 უნდა იყოს მაინც. და რაც თავარია, მიანაბრების წაღებული ფულების დაბრუნება შეიძლება. სახელმწიფო მოხელეთა მიერ მითვისებული თანხების. აი მე ორჯერ ვიყავი ყველაზე უმაღლეს კაბინეტში ბატონი პრეზიდენტი სადაც წანდება ახლა. ჩემგან დავიწყოთ. აი ავთანდილ მარგიანის მოღვაწეობის დროს მე რა მივითვისე. და მე გადავიდეთ სხვაზე. როდემდე კაცო, აი 100 მილიარდის ქონება არის ქართველი ხალხის მითვისებული. გადატანილი სხვაგან და ქართველი ხალხი არის ყველაზე მოტყუებული დღეს. ახლა არჩევნების დროს არის, არჩევნების რო ვიზახით. ერისა და ქვეყნის დაპყრობის სამი ხერხი არსებობს. პირველი ძალადობა, იარაღით, ნაწილობრივ ვრცელდება საქართველოს, მეორე ფულით, მოსყიდვა, ფული ახლა ხო იცი რა საკეთებს. და მესამე აი ცნობიერების დამახინჯებით, რელიგიური სექტების შემოსევით და რა თქმა უნდა, ესეც ხდება დღეს საქართველოს. ყველაფერი ვრცელდება საქართველოს. ერთი რაჭველი ხალი, ძვირფასი ხალი, 4 შვილის დედა მოვიდა ჩემთან ერთ 3 წლის წინ და იტირა და მოვიდა გასვენება შეხვდა. ბატონებთან მაპატიო, რამდენჯერ წავედი ეკლესიაში, რომ ბოდიში ისა, ცოდვა მეღიარებიო. შენ არ მოგეცი ხმამეო. და ორი ტომარა ის მომცესო, ქვილიო და იმას მივეცი. ბატონთან თქვენ ბევრი ორგანიზაცია დაასახელეთ პუნქტებთან დაკავშირებით მაინტერესებდა, მაგრამ აი ამასაც მე მგონი ამ პუნქტებზე გადავიდივართ. აი სწორედ ეს მინდა გითხრათ, რომ ბევრი ორგანიზაცია რუსეთთან მეგობრობის სახელს რაც ატარებდა. რუსეთთან კეთილმეზობლობა. ხომ აღწამებენ ახლა თქვენ რომ პრორუსული ხართო, ხო არ იტყვიან ამას? რუსული იმღამესაც თქვი რა შუაშია პრორუსული, პროუკრაინულიც ვართ, პროთურქული, პრობულგარული, პროსომხურიც. პრო ნიშნავს მიმართულებას და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყნის ესე იგი ორიენტაციის ენის მამულის სარწმუნოების ილიასეული გაგებით, ერეკლეს ხედვით, აღმაშენებულ საქმიანობით და რა თქმა უნდა სტალინური სიმტკიცით. გვიყვარს ეს სტალინი ახლა ვის რას უშავებთ? სტალინური მეთოდები არ გვინდა, თორე სამართლიანობა გაგვიჭირდება. და უბრალოდ ბატონ ქართლსაც მივცეთ. მაგრამ ნატოსთან მიმართებაში როგორ შეიძლება ნატოსთან მიმართებაში? პირველი მაინც არის ხოლმე პლებისციტზე იქნება ნატოსთან. მე რო იყო პრეზიდენტი. ბატონ ქართლოს იმ წუთში გენერალ პროკურორად დავნიშნავთ. ჯერე, იმიტომ რომ ცოტა ხანი ფერასთავაზოთ ბატონო. ბატონო. არა, ერთ შემოთავაზება მაგისა ადვოკატისთვის გენერალური პროკურორობა შეურაცხყოფა გენერალური მე ადვოკატი ვარ და ადვოკატს თანამდებობა არ სჭირდება და ადვოკატი ყველგან ადვოკატია, პლიაჟის ადვოკატია, რესტორანშიც ადვოკატია, აქ თქვენ სტუდიაშიც ადვოკატია და შეღოლგან. ახლა მე გეტყვით კარგია რომ თქვენ ბატონი მიხეილის ჩართვა აჩვენეთ. ჯერ ერთი მე მას მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ სოფელში მეც გამომიგზავნა ერთი ტომარა ფქვილი. ის ფქვილისთვის მადლობას ვუხდი მას. მე კიდე მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ემშვიდობება იმ თანამდებობიდან. ჩვენ ახლა ბატონო მე და შენ თქვენ საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ ბევრიც გვაქვს არასაერთო. მიხეილ სააკაშვილის კაი თანამდებობა იცით რა ექნება? კონცერტმეისტერობა. მან არ იცის პრეზიდენტის თანამდებობა რა არის. ტყუილად იბრძვის მაგისთვის. რომ გახდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისევ იგივე მოხდება, რაც მოხდა. ამას მე კი არ ვამბობ. მე 4 წელიწადია მაგის მისამართით არც ერთი სიტყვა არ მithქვია. ცუდი. მიხეილ სააკაშვილის გადაყენება და გადადგომა და მოინდომეს
იმ ხალხმა, ვინც ეგ პრეზიდენტი გახადა. აი მიხეილ სააკაშვილმა ეს ბრძანება მაგან გასცა თუ მაგის ნებართვის გარეშე ვერ გაიცემ, იცი ვისაც სცემა. თავის ამომრჩევლებს. ის ხალხი იყვნენ, თორე მე ხმას მაგისთვის არ მიმიცია. მაგან თავის ამომრჩევლებს სცემა. და შეიძლება ასეთი კაცი იყოს პრეზიდენტი, ვით თავის ამომრჩევლებს სცემს. გამიგეთ ეს ისა. ეხლა რაც შეეხება თქვათ სხვა საკითხებს, პროგრამულ საკითხებს და ყველაფერს. ორიენტაციის თემაა ხოლმე ძალიან ისეთი. ორიენტაციის თემა ისეთ რა შეასაქმე. მე მოსკოვში ვარ დამთავრებული. 10 წელიწადი იქ ვიყავი MGU-ში, სხვადასხვა წარჩინები დავამთავრე. მე ასპირანტურაში დამტოვეს და მე წამოვედი მოსკოვიდან. იცით რატო? არ ჩამწერეს მოსკოვში. ცოლი მოიყვნენ და ჩაგწერთ. რუსებს აი ამ კანდიდატებში ვინც ავართ ჩვენ, უბრალოდ კანდიდატები არა ვარ ჯერ. კანდიდატობის მსურველები ვართ. ამაში ჩვენ ვინც ავართ რუსებს შემზე კარგად არავინ არ იცნობს. როგორი ხალხია? რუსები არიან თავიანთი ქვეყნის ფანატიკური პატრიოტები, ისე რომ ნაციონალიზმში გადადის ეს და მე ეს გადადის იმპერიულ შოვინიზმში. თავის თოცხადია. ამას არჩევანი არ აქვს. მე მაშინაც რომ ვიყავი მოსკოვში, მაშინაც პროდასავლური ორიენტაციისა ვიყავი. დღეს იცით რაზე ლაპარაკი? რუსეთზე არ არის ლაპარაკი და ნატოზე არ არის ლაპარაკი. ახლა ტერორიზმი დემოკრატიას რომ ვერ დაამარცხებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს თანამედროვე ცივილიზაციაში, არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის. იცით რაზე ლაპარაკი? ეს გამარტივებულია რუსეთი თუ ევროპა? არა. აქ ჩვენ არჩევანი გვაქვს. დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმის სრაფვა, ეს არის ჩემთვის. ეს ანუ ეს არჩევანია, ეს არჩევნები სწორედ აი ამ მე გეტყვით რა არის. ეს კაპრიზები კი არ არის, ნატო არის დემოკრატიის დამცველი. ახლა რუსეთში რომ დემოკრატია არ არსებობს, მაგას რა თქმა უნდა ორი აზრი. ახლა სტალინი მტკიცე იყო. ბატონო ავთადი მტკიცე ფოლადიც არის. და სტალინის სიმტკიცე რაში გამოიხატება? ჩიკოს მეც ვეწევი, მაგრამ მე სტალინელი კი არა ვარ. ვერ იქნება მაგარი ბიჭი ის, ვინც ადამიანებს ახოცავს. მაგარი ბიჭი იცით ვინ არის? ვინც ადამიანების უფლებებს იცავს, ვინც ადამიანში ადამიანს ახედავს. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ ეს ორიენტაცია, თქვენ უფლება გაქვთ. ბოდიში ახლა დავთავროთ. მე არ დავარღვევ დემოკრატიის მთავარ პრინციპს. დემოკრატიის მთავარი პრინციპია ადამიანმა უნდა იფიქროს ისე, როგორც მას სურს იფიქროს და არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მას თავს მოახვიოს თავისი აზრი. და ბოლოს ძალიან მოკლედ აი ნატოსთან დაკავშირებით გვაქვს თქვენია ზონა ბატონმა ქართულმა რაც ძალიან გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ჩვენ გვექნება საშუალება მე კიდე ერთხელაც შევხვდეთ. თამარ მეფე ახლა აქ საქმროს როგორმე იშოვიდა და ის დიდი მეფეები ჩვენები, ერეკლე, დიდი ილია, ახლა მაგას არ უნდა განხილვა. ჩვენ რა არის, ყველასთან ვიყოთ კარგად, მაგრამ ეს ყველაზე დიდი მეზობელი და მოძმე ერი არის. მაგას არ უნდა ლაპარაკი ბევრი, წესიერად უნდა მოვაწესრიგოთ ყველაფერი, არაფერი ჩვენგან იმათ არ უნდათ, არც ბორჯომი, არც ციტრუსი, არც არაფერი, სხვა ჯარები არ შემოვიდნენ და მალე შეიძლება შემოვიდეს თუ წესიერად არ მოიქცევით. რაც შეეხება ნატოში შესვლას, არავინ წინააღმდეგ ჯარები შეიძლება, რუსები შეიძლება შემოვიდეს. არა, რუსების ჯარები შემოვა და ნუ ახლა სარტყელი ისეთი შეიძლება გაკეთესო ტელევიზიით ყველაფერი. ესეთ რა შეიძლება? და უკაცრავად მოდის. კარგით, ბატონებო, ჩვენ ნატოს შესვლის წინააღმდეგი ვინ არის, მაგრამ შევიდეთ გაერთია ერთიანი საქართველო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესვლა. აი პლებიცის რო ატარებენ და გამოკითხვას იქ ჩაწერონ. ხართ თუ არა თანახმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთ ნატოში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. შენ მოგვიწყვი ახლა შეხვედრა ყველა კანდიდატებთან. არა გვაქვს შენ დიდი პრეტენზია. კითხეთ თქვენ რომ მაინც ვის შეხედავთო? მე ჯერჯერობით ვხედავ საქმიანს, კაცობის რაღაც მომენტებს, ძალიან ღრმად იმასაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე კარგი კანდიდატი ჯერჯერობით ვისაც სხვას ვხედავ. ახლა შეიძლება ჩემზე უკეთესიც იყოს ის, მაგრამ ჩემი გამოცდილება მას ჯერ არ ექნება, აი უმცროსია. აი გაჩეჩილაძე რომ იმას ვატყობ რომ ის ადამიანურად ვაჟკაცური და საქმის კაციც არის და ის გუნდი ერთიანი გუნდი რომელიც არის ეროვნული საბჭო იმას მართლა ანგარიში გაწევა უნდა და თუ ის მიმართულება სწორად არის წარმართული მე მაგათ შევხვდები და
მაგათი შეგირდი გავხდებით, ოღონდ სწორად ორგანიზაცია გავუკეთეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ავთანდი, დიდი მადლობა ბატონ ქართლს, ჩვენ აუცილებლად მოგიწევთ თქვენ დებატებში. ოღონდ ერთი საკითხია ბატონ ავთანდილ, რომ თქვენ ახლა ასე თუ გააგრძელებთ, კანდიდატურა არ მოხსნათ თორემ. არა, კანდიდატურას ავამოხსნე, იმიტომ რომ სვანეთში ვყავი გუშინ წინ და რაღაც გამომატანეს ერთ შენ. ძალიან დიდი მადლობა. და აი ესა. დღის კომენტარი ამითი. ძალიან დიდი მადლობა დღის კომენტარი. თქოს რომ საერთოდო იქნება გადაცემების დროს წინ დაიდგას და ისე სახში ბატონო სვანური კოშკი. ძალიან დიდი მადლობა. თანაც არის აი დენი არ გაქვთ ხოლმე ხშირად და ანათებს გონია. ჩვენ აქ გვაქვს მე მგონი უზრუნველყოფა. აი ნახე ანათებს. ბატონო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საჩუქრ პარტნიორთან ერთი წამოვიდეთ კი ბატონო. დღის კომენტარის სტუმრები იყვნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ქართლს ღარიბაშვილი. მე თევზაძესაც დაიწყებიანი მედიის როლის საარჩევნო აუცილებლად ვისო. მხიარულად წაიყვანეთ საპრეზიდენტო კამპანია, რატომ იცი? კი, აუცილებლად. ქვეყანა ძალიან დაძაბულია. დიდი ეს მადლობა. დაძაბულობა უნდა მოიხსნა. ბატონ დავით ნახე რა გუნდია. აუცილებლად. დავით იაკობიძე, დავით თევზაძე, რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმრები იქნებიან ნინია კაკაბაძე, პაავეს შაპიძე უკაცრავდა და გიგი თევზაძე. ეს კომენტარი პირდაპირ ეთერში განაგზავს მუშაობას მედიის როლის საარჩევნო კამპანიაში 12 პუნქტიანი თამაშის წესები თავისუფალი მედიისთვის. ჩვენი სტუმრები არიან ნინია კაკაბაძე და გიგი თევზაძე. შეგახსენებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნა შეიძლება ნომრებზე 22 33 22 34. დიდი მადლობა ბატონო გიგი, ბატონო ნინია მოგზაურობისათვის სტუდიაში. შეხვედრაზე რო ვისაუბროთ, ჯერ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში და რა იყო მთავარი შედეგი რა არის ვხედავთ, მაგრამ ხო, შეხვედრაში მონაწილეობდა მედია საბჭოს წევრები, ეს მედია საბჭო სამწუხაროდ ისე წავიდა მედია საბჭოს მიძინებული იყო. ხო, მიძინებული იყო და ნუ ძალიან ცუდია, ხო, მე მერჩინა რომ ესე მიძინებული ყოფილიყო და დაუშვით უფრო სხვანაირი შემთხვევისთვის გაღვიძებულიყო, მაგრამ ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა და ნუ ესე ვთქვათ მედიას გარშემო შექმნა ვითარება მაუწყებლების გარშემო და ზოგადად მედიის გარშემო შექმნა ვითარება, ნუ ეს მედია საბჭო გამოაცოცხლა. და გარდა ამისა, თავისუფალი ჟურნალისტები, ეს ვთქვათ ესე განსაზღვრება რო ვთქვათ ეს არის თავისუფალი ჟურნალისტები, ნინდა კაკაბაძე და კვესტაძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს ორი იყო მხოლოდ თავისუფალი ჟურნალისტები, განსაზღვრებაა თავისუფალი ჟურნალისტები. ეს არის ერთდროულად დროს განსაზღვრება დათბაჯა წევრი ერთთან ის მედია საბჭოს. ხო, ეს არის თან განსაზღვრება და თან მათი დახასიათება. და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გიანოდია და დათო დარჩაშვილი. ბატონო, და ეს 12 პუნქტიანი მოსაზრებები, შეთავაზება, რეკომენდაცია მედია საშუალებებს განსაკუთრებით. ალბათ ეს 12 პუნქტიანი შეთავაზება გარკვეული პუნქტები ყოველთვის რო დავიცვათ, არც ესაა, ხო? მაინც და მაინც თქვა, ცუდი, მაგრამ განსაკუთრებული როლი ენიჭება ყველაფერ ამას საარჩევნო პერიოდში. ნუ რა არის მთავარი პრინციპი ამ ყველაფერში? 12 პუნქტის ნახვა ჩვენ ცოტა ხანში გვექნება ასევე პირდაპირ ეთერში. კარგი იქნებოდა რომ ეს პუნქტები აქამდეც დაგვეცვა და მე ვფიქრობ რომ ეს დაგვიცავდა იმისგან რომ არ მივიდოდით დღევანდელ დღემდე, როდესაც ნამდვილად კრიტიკული სიტუაცია არის ქართულ მედიაში. და მე მინდა ვთქვა რომ ეს არ მინდა აღქმული იყოს როგორც ერთგვარი კანონი ან კი აუცილებელი რაღაც პირობა რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ კი ამის ირგვლივ კიდევ გაიმართება სხვადასხვა ტიპის მსჯელობა, აზრთა გაცვლა, შესაძლებელია რაღაცა პატარა ცვლილებები შევიდეთ, შესაძლებელია დაემატოს რაღაც პუნქტები, ან კი ამოღებულ იქნას. ერთი სიტყვით ეს არის ინიციატივა, რომელიც ვფიქრობთ რომ კარგი იქნება თუ კი განხილული იქნება მედიის ყველა წარმომადგენლების მიერ და ასევე საზოგადოების წევრების. იგეგმება ასეთი რამ თქვათ იგეგმება ასეთი რამ ხვედრა, იგივე იმედის თემა ძალიან ასე თქვათ. აი მაგალითად მე და კიდევ ერთი თავისუფალი ჟურნალისტი როგორც გიგი თქვა ეკა კვესტაძე, შაბათ დღეს ვაწყობთ კონფერენციას ამ თემაზე, რომელზეც არა მხოლოდ აი ამ ასე ვთქვათ პუნქტებზე იქნება საუბარი, არამედ მთლიანად შექმნილ მდგომარეობაზე ქართულ მედიაში, გამოსავლის გზების ძიება, გვინდა რომ დავიწყოთ ყველასთან ერთად და ვფიქრობთ რომ შაბათს ამ კონფერენციაზე კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგავთ წინ იმისათვის რომ ყველასთან ერთად გავაცნობთ პირველ რიგში ამ ტექსტს და ყველასთან ერთად ეს ასე ვთქვათ კორექტირებას გაივლის. დღეს დაიწყო ყოველ შემთხვევაში ამ იდეამ განვითარება. ხო, სხვა შორის დაიწყო მაშინ, როდესაც ამისი ესეთი საწესულო დადგა. თავისთავად მედია საბჭოს იმიტომ შეიქმნა, რომ მსგავსი დისკუსიები ყოფილიყო და ესეთი რაღაცა ყოფილიყო არა დღეს შეთავაზებული
და პრინციპში დღეს ეს ვითარებაა, რომ როგორც ჩანს, მაინც შეიძლება რაღაც შესწორებები, შეიძლება რაღაც იმით, მაგრამ მაინც მედია საშუალებები, მედია მაუწყებლები ალბათ მაინც მიიღებენ ამას, ალბათ. იმიტომ რომ ესეთ ვითარება საზოგადოებრივ შეკვეთა არსებობს და ყველა მიცის, რომ ასე მედია საშუალებებიც იციან, რომ ალბათ ესე იგი საზოგადოება უბრალოდ ვერ გაიგებს თუ ასეთ ძალიან ნეიტრალურ და ლიბერალურ თამაშის წესებზე ვარი ითქვა. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ეს ყოფილიყო 1 წლის წინათ, 2 წლის წინათ, როდესაც მედია საბჭო ამაზე მუშაობას იწყებდა, ну მაშინ სამწუხაროდ ეს შეთანხმება არ მოხერხდა, ну თუნდაც იმის გამო რომ ესე მთლად ცხადი არ იყო რანაირ საზოგადოებრივ შეკვეთა არსებობს მედიის მიმართ. შეიძლება არც საფრთხეები იყო მთლად ცხადი რომელიც შეიძლება. ხო, ბუნებრივია საზოგადოებრივი შეკვეთა მაშინ ხდება ცხადი, როდესაც საფრთხე არის ცხადი. ეხლა ისე არასოდეს ხო თქვენ. და აი მოდით რამდენიმე პუნქტი გავაცნოთ ტელემაყურებელს. პუნქტი მესამე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლების მიერ უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისაგან, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის თუ მათი წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. პუნქტი მე-6. კანდიდატისა თუ მისი საარჩევნო გუნდის მიმართ წაყენებული პირდაპირი თუ ირიბი ბრალდების ტელეეთერით გავრცელების შემთხვევაში ბრალდების ადრესატს მიეცეს პასუხისგაცემის საშუალება იმავე მაუწყებლის მეშვეობით, როგორც წესი, იმავე გადაცემაში. პუნქტი მე-7. მიეცეს შესაძლებლობა ყველა ძირითად კანდიდატს ან მის წარმომადგენელს დღის განმავლობაში ძირითადი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღიურად კომენტარი გააკეთოს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და პუნქტი მე-12. სასურველია პრეზიდენტობის კანდიდატების ნების გამოხატვის შემთხვევაში მაუწყებლებთან შეიქმნას პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლების საკონსულტაციო საბჭო. ნინია, იცით რა მაინტერესებს გასაგებია და სხვა პუნქტების მთავარი აზრი, მაგრამ თავი რო დავანებოთ იმას, რომ მიიღებს თუ არა ასეთ ლიბერალურ შეთავაზებას ყველა მედია საშუალება, განხორციელება ხო არ იქნება გართულებული, თუნდაც აი მე-6 ან მე-7 პუნქტს რო დავაკვირდეთ, როდესაც იმავე გადაცემაში უნდა მიეცეს, აი ჩვენს გადაცემაში ხლა იმედი მაქვს, რომ თქვენ რამეს არ იტყვით ისეთს, რომ სხვა კანდიდატებს თავის მართლების საშუალება მოუწეს, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, გადაცემა ის კონკრეტული გულისხმება თუ გადაცემის ფორმა იგულისხმება ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ კი იმავე გადაცემაში იქნება ამის საშუალება, შესაძლებელია დღეს რომ მე რაღაც ბრალდება წამოვაყენო, ხვალინდელ დღის კომენტარში მაინც მიეცეს საშუალება მიპასუხოს იმ ადამიანმა, ვის მიმართაც მე რაღაც ბრალდებები წარმოვთქვი. რასაკვირველია, იმის საშუალება არ იქნება, რომ დღესვე მოირბინოს აქ და დღესვე მიპასუხოს, მაგრამ კანდიდატების რაოდენობა არ შექმნის რამე პრობლემას, იმიტომ რომ 22 არის ამ ეტაპზე, ალბათ იმედია რომ რაღაც უფრო შემცირდება მათი ციფრი. აქ სურვილისამებრ რომელ კანდიდატსაც ექნება ამის სურვილი, მან შეუძლიათ მისი ნდობით აღჭურვილი პირი გამოაგზავნოს, რომელიც ჩაერთვება ამ საბჭოს მუშაობაში და ის გააკონტროლებს, რამდენად არის მისი კონკრეტულად მისი კანდიდატის უფლებები დაცული და რამდენად თანასწორუფლებიან პირობებში არის ჩაყენებული სხვა კანდიდატებთან. ბატონ გიგი, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს ადმინისტრაცია ჩვენი ტელევიზიის შეხვდა კანდიდატებს და მათ წარმომადგენლებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით ერთგვარი საკონსულტაციო საბჭო შევქმნათ, ოღონდ თქვენი რეკომენდაცია ჯერ არ ვიცოდით და ამიტომ კანდიდატთა წარმომადგენლები იქ არ არიან შესული, მაგრამ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ მაგალითად რა თემებზე უნდა გაიმართოს დებატები მათ შორის. არის თუ არა ეს ერთ-ერთი გზა, ასე თქვა? ერთ-ერთი გზა არის, მაგრამ ალბათ ესეთი ეხლა თავისთავად. ანუ რატო გახდა კითხვის სახე რომ მივიცეთ განსაზღვრა უფრო რთული არ არის? განსაზღვრა რთულია. საბჭო რომელიც განსაზღვრავს თემას, ეს უფრო რთული არის და უფრო შეუსრულებადი მე ასე ვფიქრობ. თემატიკაზე კონსულტაციას გაწევენ ისინი, თქვა დაახლოებით საარჩევნო, როდესაც იქნება საარჩევნო დებატები, რა თემატიკაზე უნდა იყოს ორიენტირება და ვინ უნდა როგორ იქნება თქვა ბალანსის მიხედვით განაწილება. მაგრამ ბატონ გიგი, კითხვა რომ მივცე, კითხვის ფორმა რომ მივცე ჩემს მოსაზრებას, რამდენად რატომ გახდა სწორედ აი ასეთი საბჭოების შექმნის აუცილებლობა, თუნდაც აი პრეზიდენტობის კანდიდატთა მონაწილეობით შემდგარი საბჭოში არ არსებობს ნდობამები მედიის მიმართ. თავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთი მხრივ ესეთი უცნაური სიტუაცია ერთი მხრივ არსებობს ნდობა მედიის მიმართ, უბრალოდ არსებობს გარკვეული შიში მედიის მიმართ. რომელიც შეიძლება ესეთი ფრაზეოლოგიით გამოვხატოთ, რომ მედია არის ძალიან ძლიერი. ამიტომაც მედიაში ითქმება, ამას აქვს ძალიან დიდი ძალა. ესე იგი შესაბამისად, აი სწორედ ესეთი შეთავაზება, რომ შეიქმნას პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლთა საბჭოები, ერთი მხრივ არის აი ამ შიშის თუ უნდობლობის და შიშნარევი ნდობის განეიტრალების საფუძველი და მეორე მხრივ ისიც, რომ დავუშვათ თვითონ ეს პრეზიდენტობის კანდიდატებიც იყვნენ
ჩაყენებული დაახლოებით ერთ თვითარებაში, ანუ ჰქონდეთ საშუალება და თუ დაუშვათ მაუწყებელმა დაუშვათ მათი რეკომენდაცია არ შეასრულა ან მათ რჩევას ძალიან ბევრჯერ და ესეთი თავხედურად და ესე იგი საზოგადოებრივი ინტერესების გაუთვალისწინებთ არ დაემორჩილოთ, ნუ ამის შემდეგ მათ ექნება სრული უფლება თქვენ რაღაც ესე იგი კონკრეტული ბრალდება წაუყენონ ტელევიზიას. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი იქნება, თავისთავად ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაუწყებლებმა ეს რეკომენდაცია მაინც უნდა შეასრულონ. სხვა შემთხვევაში ამ მე-12 პუნქტზე როდესაც წერდით, ესე კამათი ქონდა. ამიტომ ზოგი წევრი თვლიდა, რომ არ ჩაწერილი იყო, ზოგი წევრი თვლიდა, რომ ეს მაინც კარგი იქნებოდა. მე თავიდან იმათ რიგს მივეკუთვნებდი, რომელიც თვლიდა, რომ ეს არ უნდა ჩაწერილი იყო, იმიტომ რომ ეს მაინც კონკრეტული ორგანიზაციული ფორმაა და მე არ ამგონია, რომ მე მეგონა და ნუ ცოტა ეხლაც დამჩა რომ შეიძლება ამან ცოტათი ესე იგი დააფრთხოს მაუწყებლები ამის სრული მიღებიდან. მაგრამ ნუ თავისთავად ეს არის გარკვეული შეთავაზება, ჩვენ შევეცადეთ რომ მაქსიმალურად რბილი ფორმულირება ქონდა მე-12 პუნქტს, ამიტომაც მე-12 პუნქტი იმ შემთხვევაშიც კი თუ მაუწყებლები ამას მიიღებენ ამ 12 წესს მე-12 პუნქტი ამ შემთხვევაშიც არ იქნება აუცილებელი შესრულებელი. ამიტომაც იმისათვის რომ არ დააფრთხონ, მე ვფიქრობ ძალიან კარგი საშუალება იქნება შაბათს ამ კონფერენციაზე ყოველი პუნქტის სათვალთვალოდ განხილვა და ერთად შეთანხმება ამაზე. და მე ვფიქრობ, რასაკვირველია, ამ კვირაში ეს საქმე უნდა რაღაცნაირად გადაწყდეს. არ შევთანხმდეთ, არ შევთანხმდეთ. მე მინდა ერთადერთი დეკემბერს უკვე გაირკვევა ვინ იქნება კანდიდატები და მას მერე ფაქტობრივად უკვე დაიწყება სწორად. მე მინდა ერთადერთი დავამატო, რომ ტელეკომპანიებს, რომლის მიმართაც ამ შემთხვევაში დღევანდელ დღეს ნდობა ნაკლები არის მაყურებლის მხრიდან და რომელიც შესაძლებელია ნებით თუ უნებლიეთ განიცდიან რაღაც კონტროლს ხელისუფლების მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ამ პუნქტებზე შეთანხმება მათი მხრიდან მათთვის გაცილებით უფრო საინტერესო იქნება და მომგებიანი, იმიტომ რომ ეს ყოველი პუნქტი უზრუნველყოფს იმას, რომ მას აქვს საშუალება ყველა ერთნაირად წარმოაჩინოს და მაგალითად ისეთი სარეკლამო კლიპები, რომელიც დღეს ჯერ კიდევ გადის, აი ერთ-ერთი მაგალითად ძალიან საინტერესო არის ძიუდოს ნაციონალური მოძრაობის ტურნირი, რომელსაც გამარჯვებულსაც გადაეცემა პრეზიდენტის სახელობის თასი. მაგალითად, ესეთი რეკლამა გადის და მესმე მაინტერესებს ეს ნინო ბურჯანაძის თასი არის თუ მიხეილ ეს კითხვა მეწვიოდა დამესვა, პრეზიდენტის თასი შეიძლება ინსტიტუტის თასი იყოს. ხო, აი არ ვიცი, მინდა მაგალითად ეს გავიგო და მაგალითად ის კონცერტი, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა და ყოველი არხი გადაცემდა ამას საკმაოდ არა, პირდაპირ ეთერში არა, მაგრამ იყო დიდი მონაკვეთები. ეს რომ მიხეილ სააკაშვილი კონცერტზე არ მისულიყო, თქვენ ბუბა კიკაბიძეს იმას არ ვფიქრობ, რომ არ გააშუქებდით. სააკაშვილის ნაწილი მე მგონი ნახეთ რა ზომით და რა საშუალებით. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე თქვენთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს, მაგრამ სხვა არხებზე ვიცი, რომ საკმაოდ ზოგან სრულად, ზოგან კი ძალიან დიდი მონაკვეთები გადიოდა. ამისგან ყველაფრისგან იქნება დაცული ყოველი ტელეკომპანია. კარგით. ერთი საკითხი მინდა დავსვა. ესე ვთქვათ, აი ამ წინა მოთელვით სამუშაოებში ეს პრობლემას ვაწყდებით, რომ შეიძლება მედიამ კი გამოყოს ეს თანაბარი, ასე ვთქვათ, ეთერი, შექმნას გარკვეული საშუალებები, მაგრამ კონკურენტები რამდენად იქნებიან მზად გამოიყენონ ეს საშუალებები და აღიარონ ის, რომ მათ აქვთ თავისუფალი, ანუ აქვთ თანაბარი უფლებები. ვიცით რა არის, ეს ყველაზე კარგი საშუალება არის ჩვენთვის, მოსახლეობისათვის, მაყურებლისათვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ დავინახოთ ვის რა საშუალება აქვს, ვის შეუძლია ამის გამოყენება, ვის არ შეუძლია და ყველაზე ნათლად დავინახოთ რეალური სახე ყოველი მათგანი. ალბათ მსგავსი საბჭოები იმაში დაგვეხმარებიან, რომ ჩვენ თვითონ მაუწყებლებიც ვიყოთ პოლიტიკოსების მხრიდან დაცული, ასე ვთქვათ, არასწორ რასაკვირველია. და ბატონო, იგი ძალიან საინტერესოა თქვენ როგორც ასე ვთქვათ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე პირველ რიგში როგორ დებატებს ელით? როგორ იქნება დებატები? იქნება ეს პროგრამულ თემებზე ორიენტირებული? ერთია როგორც უნდა რომ ელოდეს და მეორეა როგორც ელის რეალურად. არ ვიცი როგორ იქნება ხო? ალბათ როგორ იქნება მის მოლოდინი? არა, ნუ როგორი მინდა სხვა ამბავია ხო? მაგრამ ესე მე ყოველთვის ჯერჯერობით ხო პროგრამების რაღაც მრავალფეროვნება არ მინახავს საქართველოში. საერთოდ არ მინახავს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე პროგრამების მრავალფეროვნება, როგორც წესი დავუშვათ ეს. არის ერთი პროგრამა, ან მაქსიმუმ ორი პროგრამა და რაღაც ამაზე კულტურებიც არის ჩატარებული, რომ ეს ყველაზე უფრო პრობლემური ამ შემთხვევაში ის არის, რომ ძირითადი კანდიდატების საგარეო და საშინაო პრიორიტეტები იმდენად ზოგადია, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვევა. ეს პრობლემაა ბუნებრივია. ძალიან რთულია ხანდახან განასხვავო ვინ არის ამ პროგრამის. ხო, ეს რთულია. ეხლა ნუ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ესე იგი ეს სააკაშვილის გუნდი უკეთეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას უბრალოდ ეს პროგრამები აქვს. ანუ 4 წლის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, რომ ამ პროგრამებზე ფიქრა, ანუ არის კონკრეტული ხალხი, ვინც ამ პროგრამებზე ფიქრობდა. ყველა სამწუხარო ის არის, რომ
ესე იგი სხვა კანდიდატებში რაღაც ჯერჯერობით ვერ ვნახეს ის ხალხი, რომელიც დაუშვათ აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა რაღაც ალტერნატიულზე. ეხლა თავისთავად თუმცა უკვე დაიწყო რაღაც გარკვეული შეხვედრები, სადაც ხდება სხვადასხვა პროგრამების თუმცა მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა პროგრამების გასულ ექნება დღეს, ნუ აი რაღაცა მაგალითად გავიგონე. როდესაც იმასთან მე მგონი სამეცნიერო სტუდენტებთან იყო შეხვედრა, უკვე მემარჯვენეების უკვე თქვა გამყრელიძემ, რომ ნუ ეს უკვე პროგრამაა, კონკრეტული პროგრამა, ნუ ყოველ შემთხვევაში მე გამეხარდა ეს პროგრამა, უკვე თქვა, რომ არ შეიძლება დაუშვათ მთლიანად ერთიანეროვნულ გამოცდით და გამოცდით დავიმყაროთ, თუნდაც ჩავთოთ სხვა კრიტერიუმებით. სხვა ამბავი მე რამდენად ვეთანხმებით, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ეს აშკარად პროგრამაა, რომელიც ნუ აშკარად სხვა რეალობას გვთავაზობს უმაღლეს განათლებაში მისაღებ სისტემაში. ასე რომ მარიდა, ნუ იმედია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ესეთი უფრო კარგად ჩამოყალიბებული პროგრამები იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ნახოთ რეალურად განვიხილოთ ამ დებატებში ეს პროგრამები და მათგან გამომდინარე შედეგები. მედიამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ რასაკვირველია, არსებითი საკითხების განხილვა დაიწყოს სატელევიზიო ეთერში და არა მუდმივად იყოს ეს რაღაცა რინგის ფორმა, სადაც ერთმანეთს ებრძვის ორი პოლიტიკოსი. გეთანხმებით, ვეცდებით ამ ყველაფრის განხორციელებას, რა გამოგვივიდა ამას ალბათ მომავალი კვირიდან უკვე ჩვენი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს. დღის კომენტარი ამით დასრულებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კი იხილეთ ახალი პროექტი წითელი ზონა. გოგი გვახარიასთან ერთად ხვალ დღის მთავარ თემას ნათია სორდია შემოგთავაზებთ, მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.